გამარჯობა, აჭარა თაიმსი იწყებს პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას ვიმყოფებით აჭარის მთავრობის სახლის ადმინისტრაციასთან, სადაც ჩვენი პირდაპირი ჩართვის მიზანი ის არის, რომ აქ იმყოფება მარტოხელა დედა ზია მეგრელიშვილი, რომელიც დილიდან სულხან თამაზაშვილთან აჭარის მთავრობის არალეგიტიმურ თავმჯდომარესთან შეხვედრას უშედეგოდ ითხოვს, მიუხედავად ამ რთულ მეტეო პირობებში ძალიან ცხელა გარეთ, ეს ადამიანი ელოდება სულხან თამაზაშვილთან შეხვედრას უშედეგოდ დილიდან მასთან არ გამოვიდა აჭარის მთავრობის არალეგიტიმური თავმჯდომარე და არ ხვდება და არ ისმენს მის სათქმელს და ზია მეგრელიშვილი, როგორც ვიცით, მარტოხელა დედა არის, რომელიც ახლა შეეცდება მედიის საშუალებით მიეწვდინოს თამაზაშვილს ხმა და ჩვენ ცხადია მას მოვუსმენთ და ნახავთ რა მოთხოვნები აქვს. ვიცით, რომ ის ითხოვთ საცხოვრებლით უზრუნველყოფას, რადგან აქამდე წლების განმავლობაში ცხოვრობდა ქირით და მას აღარ აქვს ის ფინანსური მდგომარეობა, რომ გააგრძელოს ქირით ცხოვრება, ამიტომ მოდით მოვუსმინოთ მას რა მოთხოვნები აქვს სულხან თამაზაშვილთან. მოგესალმებით, ქალბატონო მზია, დილიდან აქ ხართ ვიცით ამ რთულ პირობებში მზეში, ითხოვთ სულხან თამაზაშვილთან შეხვედრას, რა გაქვთ მისთვის სათქმელი, რა მოთხოვნები გაქვთ? მე ძალიან დიდი ხანია ვითხოვ ამ შეხვედრას, მით უმეტეს ტელეფონის კავშირით ვითხოვდი ადრე და ახლა უკვე პირადად გამოვედი, იმიტომ ქუჩაში რომ ვერანაირად ვერ მივაწვდინე ამ პიროვნებას ხმა და ძალიან მაინტერესებს ერთი რაღაცა. პირდაპირ მითხრან, საბუთები ხო შევიტანე, განცხადებებზე საბუთები ხო დაურთე და ჯანმრთელობის მდგომარეობაც რომ უარყოფითი მაქვს და მუშაობა არ შემიძლია, ხო იციან, არა გამგეობა მაც იცის, იქაც დავწერე, მაშიც სამთავრობოშიც დავწერე, მაგრამ ეცდებიან ყველანაირად რომ თავი აარიდონ რამენაირ დახმარებას. რა ტიპის დახმარებას ითხოვთ ამ ეტაპზე აჭარის მთავრობიდან? აჭარის მთავრობიდან ვითხოვ ერთ რაღაცას, ჯანდაცვამ დამეხმარა 2000 ლარით, მაგრამ ჯანდაცვის დახმარება ბინის ქირაში გადავიხადე, იმიტომ რომ ფაქტიურად არ მაქვს შესაძლებლობა ვიმუშაო და ბინის ქირა გადავიხადო, ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესი მაქვს. იმიტომ რომ ფეხზე ვერ ვდგები, წოლი არ ავატყოფი ვარ თითქმის. წევარ. ჯანდაცვამაც იცის ეს მშვენიერ კარგად, გამგეობამაც იცის და აპარატმაც იცის სამთავრობოსამ. რიჟვაძე მეხმარებოდა და წელიწადში ერთხელ, მაგრამ ფაქტიურად ამ პრობლემების მოგვარება არ იქნა. იმიტომ რომ ჩემთან თანხა არ მოდის, ისე რომ ფაქტიურად მე რამე გავაკეთო და რამე შესაძლებლობა მქონდეს, პირდაპირ ქირაში ვიხდი და ვსიო, საჭმელზეც დამოკიდებული ვარ სასადილოზე. წარმოიდგინეთ, ასეთი გაჭირვებული ადამიანები რომ ყავს სახელმწიფოში, უნდა ეცადო რომ თითო მაინც გაუშვა მის ოჯახში და არ ქონდეს მოსასვლელი შენთან და არ უნდა გთხოვდეს. მე თამაზაშვილთან ერთი საკითხი მაქვს. რა კრიტერიუმებს ვერ ვაკმაყოფილებ ზაზა დიასამიძემ რომ მითხრა, რომ მე კრიტერიუმებში ვერ ვждებაო. თავშესაფარშიც ვიყავ. ბავშვის პრობლემებიც მქონდა და ბინის ქირას ვერ ვიხდიდი და ერთი ბინიდან მეორე ბინაში გადავდიოდი. ნახევარზე მეტივეში დავკარგე. ამ გადასვლა გადმოსაში, იმიტომ რომ გინდა თუ არა, ხან ტყდება, ხან უპუჭდება. და ხან კიდევ ხაზე იკაიტოვებს იმაში, რაც რომ გამოდიხარ გარეთ და ფაქტიურად არაფერი არ გრჩება. როგორ მოვიქცე? თვითმკვლელობამდე მიყავართ, რომ ფაქტიურად ან თავი უნდა ჩამოვიხჩო, ან სისხლის სამართლის საქმე უნდა ავიკიდო. თუ გეფიცებით ყველაფერს, მე შაბათამდე ბინის პრობლემა მოგვარებული არ იქნება, ან თავს მოვიკლავ და ან გავტეხავ სადმე და მე არ მოვიდეს არც ერთმა და არ მითხრას რომ შენ ამაზე რატომ გააკეთე. დღეს აქ ხართ მოსული, თუ გამოვიდა ვინმე თქვენთან სასაუბროთ, თუ მიეწვდინეთ ხმა სულხან თამაზაშვილს? ერთმა ადამიანმა გამოვიდა თენგონა კაშიძემ და მითხრა რომ მე წადი სახლში. როგორ წევიდე სახლში მითხარით? როგორ წევიდე? ბავშვი ქუჩაში დავაძინო? ამას ხომ სირცხვილნამუსი არ აქვს? კეფიცები ყველაფერს. კი, მეხმარებიან. წელიწადში ერთხელ, კი, მეხმარებიან. ჯანდაცვაზეც მეხმარებიან, მაგრამ ეს არაა საკმარისი, სახელმწიფო უნდა იყოს ნორმალური.
ეხა და თქვენ ახლა საცხოვრობთ და შემოსავლის წყარო ალბათ მხოლოდ სოციალური დახმარება არის, ხო? სოციალურიდანაც იქიდანაც 200-320 ლარი მეკუთვნოდა თავშესაფრიდან რომ გამოვედი. შემოწმება გამიკეთეს და 200 ლარზე დამიჟინეს. აი გეფიცებით ყველაფერს. ჩემი შრომობ რაღაცას ყვავილებს ყიდი თუ რაღაცას ვაკეთებ, მაგრამ ეს ჯო ბოტანიკსები და ისინი რომ შემოიყვანეს იმასაც ფასი აღარ აქვს უკვე. და რა გავაკეთოთ მითხარი ამ უპატრონო ხალხმა რა გავაკეთოთ რით ვირჩინოთ თავი ანუ მარტო ხელა დედა ხართ ეს სტატუსი არ იმას უზრუნველყოფს რომ თქვენი ცხოვროთ ხირსეულად და ცხადია საცხოვრებლით რომ უზრუნველყოთ თქვენი შვილი წლების განმავლობაში როგორც ხელვაჩაურის მერიას სხვადასხვა უწყებას აკითხავთ. გამოვედი თბილისმა შემომთავაზა ნუცუბიძის პლატოზე ვიყავი თბილისმა შემომთავაზა ამ გამგეობას დაუკავშირდებითო და ერთი წლითო შეგვიძლია რომო გაგიყვანოთო უფასოთო ერთი წელი გადაგიხადონ მაგრამ აქა მაგი არა კეთებენ და იქიდან მე რომ გამოვედი არ ვითხოვდი არ მოვდიოდი აქა და ხან რომელი ბანკიდან გამოვიტანე ფული ხან რომელი ბანკიდან გამოვიტანე და იმდენი ვალი მაგათავებული რომ ენა არ იტყვის მათთან სანამ მოვიდოდი და რომ გამიჭირდა და უკვე ვეღარ წვდებოდი უკვე მალე მოვედი მაშინ იმიტომ რომ ჯანმრთელობის პრობლემაც მაქვს ვერ დავდივარ და ვერ მუშაობ რამით სამუშაოზე მივედი იმდენ სამუშაოდან სასწრაფოდი გამომიყვანეს გარეთ რომ არ ხვდება სულხან თამაზაშვილი მოქალაქეებს თქვენთვის ეს რას ნიშნავს ან რაზე მიუთითებს როცა რეგიონის პირველი პირი მოქალაქეს არ ხვდება მის მოსაზრებებს არ ისმენს როგორ არის იცი რიჟვაძესაც ვეუბნებოდი რომ შემხვდი მეთქი მაგრამ რიჟვაძე მაინც ითვალისწინებდა და პრობლემებს არ მიქმნიდა ფულს მირიცხავდნენ თუ რაც ხაშობოდნენ წელიწადში ერთხელ მაინც მქონდა იმის შესაძლებლობა მაშინ ცოტა რაღაცას მეც ვაკეთებდი ყვავილები და მაგრამ ახლა უკვე ყველანაირად ამოწურულია ახლა მიგით უმეტეს 10 დღის წინ მიკროზე ვიწექი გაშონვა მქონდა თავში ვეღარც დავდივარ ნორმალურად ხო და ამას ხო უნდა გაითვალისწინონ არა საჭმელი პური არ გეკნება სახლში ადამიანს ხო უნდა იცოდე რომ შენ რომ პურვარეს გაშლი სხვას პატარა მაინც უნდა ქონდეს სახლში სამუშაო არა სახელმწიფოში სამუშაო არა მიმიყვანონ ერთი და ვინ მიმიღებს სამუშაოზე და რამდენი დღე ვიმუშავებ ისიც დეინახო ვირები ვითამუშავებენ ხალხს იცით რა მითხარით ქალბატონო მზია მარტოხელა დედების ყოფა როგორი არის საქართველოში რას ნიშნავს იყო მარტოხელა დედა საქართველოში მარტოხელა დედა არის რაფერიცი დაცინვის საბაბი ყველგან აი მე პირდაპირ ვიტყვი იმიტომ რომ მე ვინმეს არ უნდა რომ ის მუშაობდეს მასთან იმიტომ რომ იცის უჭირს და იმას ვერ გააკეთებს რაც რომ ჭირდება მასეა იქ პურმარილები უნდებიან იქ ჭამას მაუნდებიან მარტოხელა დედას მაგის თანხა არ აქვს ამიტომ ვინმეს არ უნდა სამუშაოზე რამეს უმე წამოიღებ იმაზეც მოგზდები ეხლა ალბათ ისმენ ტელევიზორში პრემიერ-მინისტრი და ზოგადად ქართული ოცნება ამტკიცებს იმას რომ ამ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა არის საკმაოდ კარგი სიღარიბე შემცირდა ეს რამდენად არის დამაჯერებელი თქვენი ოჯახის მაგალითზე და თქვენს მაგალითზე რომ თქვათ სიმართლე გითხრა ერთი წუთი არა უშავს დიახ მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ აჭარის მთავრობის სახლთან მარტოხელა დედა იმყოფება რომელიც სულხან თამაზაშვილთან შეხვედრას ითხოვს და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას თუმცა დილიდან აქ იმყოფება ქალბატონი მზია და მას არ ხვდება სულხან თამაზაშვილი და მედიის საშუალებით ცდილობს რომ ხმამ მიეწვდინოს მას მოდით გავაგრძელოთ საუბარი გითხარით რას ფიქრობთ ქართული ოცნების იმას რას ფიქრობ იცი ფაქტიურად მე რომ ჩამოვედი აქა და სოციალურზე 300 ლარს ღებულობდი და სოციალურმა ის წამართვა რომ 100 ლარი ჩემ ბავშვს წართვა წარმოიდგინე თავშესაფრიდან 1 წლის გამოსვლის შემდეგ რა გავმდიდრდი ისეთი რომ ჩემთან მოვიდნენ და 100 ლარი მომაკლეს დახმარების მაგივრად და ფეხზე დაყენების მაგივრად და გამგეობის ხელშეწყობის მაგივრად აქეთ პრობლემებს მიქმნიან
ანუ არ არის სარწმუნო, რომ ამ ქვეყანაში მდგომარეობა საშუალო ფენისთვის არის მდგომარეობა? არ არის. ფაქტიურად რაფერა იცი? თუ ახლა მიხვედი პატარა ლამაზად დაელაპარაკე, კი, მაშინ კი. გეხმარებიან და თუ პატარა აყვირდი და დაყვირდი, უკვე всё. ასეკებია, მადლობა. თქვენ ისმენდით მარტოხელა დედის მოსაზრებას, კომენტარს იმის შესახებ, რომ ის დილიდან იმყოფება აჭარის მთავრობის სახლთან, ხედავთ, რომ არის ძლიერი სიცხე და მიუხედავად ამისა, ეს ქალბატონი არის ტროტუარზე და ელოდება სულხან თამაზაშვილთან შეხვედრას, თუმცა მასთან არ გამოდის ქართული ოცნების აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და არ ხვდება. ქალბატონი მზია ითხოვს საცხოვრებლით უზრუნველყოფას, რადგან მას არ გააჩნია თავშესაფარი და ის წლების განმავლობაში ცხოვრობს ქირით სხვადასხვა მისამართზე, მხოლოდ თავს ირჩენ სოციალური დახმარებით, რომელიც არ არის მიზერული, ასევე უფასო სასადილოთი იკვებება როგორც თავად, ასევე მისი არასრულწლოვანი შვილი. ჩვენ ცხადია აჭარის მთავრობის აპარატთან, პრესსამსახურთან პირდაპირ ეთერის დასრულების შემდეგ გვექნება მცდელობა, რომ პოზიცია მოვისმინოთ, თუ რას ფიქრობენ ისინი მოქალაქის მოსაზრებაზე, დაეხმარებიან თუ არა რაიმე ფორმით მზია მეგრელიშვილს და ცხადია აჭარა თაიმსის შემოგთავაზებთ პასუხის მიღების შემთხვევაში აჭარის მთავრობის კომენტარს. ჩვენ ცხადია გვექნებოდა ახლა მცდელობა იმისა, რომ ვინმესგან მოგვესმინა მოსაზრება, თუმცა ტრადიციისამებრ ქართული ოცნების ხელისუფლება არ თანამშრომლობს კრიტიკულ მედია საშუალებებთან. ასეთი იყო მარტოხელა დედის მოსაზრება, რომელსაც ისმენდით თქვენ პირდაპირ ეთერში. მადლობა, რომ უყურებთ და ენდობით აჭარა თაიმს. გემშვიდობებით დროებით.